სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამეგრელო ზემო სვანეთის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტებისთვის მილიონამდე ლარია გამოყოფილი. მოსახლეობა თავაწყვეტს თუ რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა. ეს პროგრამა შესაძლებლობას გვაძლევს უშუალოდ მოქალაქეებმა დაასახელონ საჭიროებები და აირჩიონ პრიორიტეტები. ეს ფორმატი ასევე კარგი საშუალებაა კომუნიკაციისთვის და ადგილზე არსებული საკითხების გადასაჭრელად. ეს შეხვედრები ჩვენ გამოვიყენეთ მოსახლეობასთან კომუნიკაციის მიზნით, სადაც განსაზღვრეთ ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სხვადასხვა მიმართულებით სოფელს აქვს და ეს აუცილებლად იქნება ჩვენს უახლოეს სამომავლო გეგმებში გათვალისწინებული. აი ეს არის დემოკრატია ალბათ, რომ მოსახლეობის მოთხოვნის მიხედვით მუშაობს მთავრობა და სახელმწიფო. ძალიან ბევრი საქმე გაკეთა. მე პირადად ცხოვრობ ქუჩაზე, სადაც 2 კილომეტრიანი გზა გაკეთდა ასფალტირებული გზა, რომელიც ალბათ ისტორიულია ჩვენი ქუჩისთვის.